გამარჯობა ჩემო ოქრო გოგოებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე. თუ ხარ დამწყები მკერავი, ეს ვიდეო ზუსტად შენთვის. დღეს მინდა შემოგთავაზოთ შევკეროთ ჩემთან ერთად შალითის კამისთვის. აი ესეთი ლამაზები გამოვიდა. ყოველი შემთხვევისთვის მე ძალიან მომწონს. ეხლა ახალი წელი იყო და ძალიან მინდოდა დამემატებინა სამზარეულოში სადღესასწაულო მოტივები. აქ თარგი არის უადვილესი. ორმაგი მარტკუთხედია. ასევე გაჩვენებთ ორ ვარიანტს. ერთი თუ გაქვთ ოვერლოკი და მეორე თუ გაქვთ მარტო სწორი გვირისტის მანქანა. თუ გაინტერესებთ კითხვა, რომელი მანქანა აერჩიოთ და რომელი მანქანა რისთვის არის, დამიწერეთ კომენტარები და უახლოეს მომავალში დავდებ ამაზე ვიდეოს. მე ვკერო 100% ბამბით. თქვენ აერჩიათ თქვენთვის სასურველი ნაჭერი. ეხლა მოდით ავიღოთ ზომები. მე ავიღებ ზომებს პირდაპირ მზა შალითიდან, რომელიც შევკერე ადრე და თქვენ გაზომეთ თქვენი სკამის ზურგი, ანუ დაგჭირდებათ სკამის ზურგის განი და სიმაღლე. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ მე მაქვს ბრტყელი სკამის ზურგი და თუ თქვენ გაქვთ უფრო განიერი ზურგი, გაზომეთ რამდენი სანტიმეტრია, აყავეთ ორზე და დაამატეთ განის ზომაში. ჩემთან გამოვიდა 50 სანტიმეტრი 36 სანტიმეტრზე. თუ ოვერლოკით ვაკეთებთ, ვამატებთ თითო სანტიმეტრს. თუ ვამუშავებთ სწორგვირისზე, ვამატებ 3 სანტიმეტრს. საერთოდ სანამ დაიწყებთ ნებისმიერი რამის კერვას, ჯერ უნდა დაამუშაოთ ნაჭერი, გარეცხოთ, დააუთავოთ და მერე გამოჭრათ. ეს არის საჭირო იმისათვის, რომ მზა ნაწარმი არ შეიცვალოს ფორმა და ზომა. მაგრამ არის შემთხვევა, როდესაც ფიზიკურად ვერ გარეცხავთ ქსოვილს. მაგალითად, მე ვკერავდი პირველად თეთრეულს და იყო ძალიან დიდი ქსოვილი და მანქანაში ვერ ჩავტევდი ფიზიკურად. ვკერავდი 100%-იან ბამბიდან და მეუბნებოდნენ, რომ არ ჩდება გარეცხვისას. მაგრამ სამწუხაროდ დაჯდა და მივიღე ძალიან არაკომფორტული თეთრეულის კომპლექტი. იმის მერე ყოველთვის მაგას ვითვალისწინებ და ამ შემთხვევაშიც დავამატებ კიდევ 5%-ს. ესე იგი, დავალაგე ქსოვილი და უნდა გადავიტანო ის ზომები, რაც მივიღე გამოთვლის მერე. თქვენ მიიღებთ თქვენ ციფრებს. მე მჭირდება 2 ერთნაირი დეტალი. ამ შემთხვევაში ეს იმიტომ, რომ ესეთი ნახატია. თუ ამოვჭრი ერთიანად სიგრძეში, ერთ მხარეს ნახატი იქნება უკუღმად. ამიტომ ან უნდა გამოვჭრა 2 დეტალი, ან ამოვჭრა გვერდიდან, ჩაკეცილი რომ იყოს ნაჭერი წიგნივით. მე ჩავკეცე სიგრძეში, ამიტომ ვაკეთებ 2 ცალკე დეტალს. კიდევ შეიძლება იყოს ესეთი ნახატი. რანაირად არ მოატრიალებ, ექნება ნახატი ერთნაირად. ამ შემთხვევაში არ მოგიწევთ გაჭრა 2 დეტალზე. ჯერ განვიხილოთ ვარიანტი, თუ კერავთ მარტო სწორი გვირისტით. დავდოთ 2 დეტალი ისე, რომ შავი პირი იყოს შიგნით. გადავამოწმოთ ნახატების სისწორე და გავასწოროთ დეტალები, რომ იყონ ზუსტად ერთმანეთზე. გავაკეთოთ მანქანაზე სწორი ხაზი, როგორ გაჩვენეთ ვიდეოზე და ეს ხაზი უნდა გავიდეს გვერდიდან 0.5 სანტიმეტრზე, როგორ ჩანს ვიდეოში. როცა ვიწყებთ და ვამთავრებთ ხაზის გაკეთებას, აუცილებლად ვაკეთებთ სტროჩკის დამაგრებას. ვხსნით ქინძის თავებს, მოვჭრათ გვირისტის ხაზიდან სადღაც 0.3 მანძილზე ზედმეტი ნაჭერი და ამოაბრუნეთ შალითი ისე, რომ კარგი პირი აღმოჩნდეს შიგნით, კუთხეები კარგად გავასწოროთ. კარგად დაავთავეთ, რომ ყველა ნაკერი კარგად დაამუშაოთ, ეს აუცილებელი ნაბიჯია. თუ გნებოთ, სუფთა და ლამაზი ნამოშევარი გამოვიდეს. ამის მერე დაამაგრეთ ისევ პერიმეტრზე ქინძის თავები, რომ ნაკერი იყოს კარგად გასწორებული და გამაგრებული. დაარტყით მეორე ხაზი გვირისზე, ზუსტად იგივენაირად, რაც წეღან ოღონდ მანძილზე 1 სანტიმეტრი გვერდიდან. ისევ ამოვაბრუნოთ მეორე მხარეზე შალითი და
დაგვრჩა მარტო ძირის დამუშავება. მე ოდნავ ცერად ამოვჭერი და ეს არ არის დიდი პრობლემა. სპეციალურად ეს გაჩვენეთ, ყოველთვის უნდა შევძლოთ შევიტანოთ კორექტირება და არ უნდა შეგვეშინდეს. ესე იგი, ვასწორებ ერთმანეთის მიმართ ძირის და ვკეცავ ორჯერ, ისევ ვამაგრებ ქინძისთავებით და ვუშვებ საბოლოო ხაზს, სწორ გვირისზე, მთელ წრეზე. ეხლა ვნახოთ რა გამომივიდა შიგნით. როგორი დამუშავებული და ლამაზი არის შავი პირი. ეს მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ თეთრეულის შეკერვის დროსაც და სხვა შემთხვევაშიც, თუ გაქვთ მარტო სწორი გვირისტი ხელზე. დანარჩენებს მე შევასრულებ ოვერლოკით, რადგან ეს უფრო ადვილია და ოდნავ უფრო ნაკლებ ნაჭერს წაიღებს. ჩემს ადრე გაკეთებულ შალიდზე გაჩვენებთ. ანუ პირდაპირ ოვერლოკზე ვარტყავ ისევ ხაზს და ძირს ვამუშავებ ისევ ჯერ ოვერლოკით და მერე ერთხელ ვკეცავ. ან შეიძლება ძირი ორჯერ ჩავკეცო და გავუშვა ხაზი სწორ გვირისზე. აი ესე შევცვალე ფორთოხლები ახალი წლის განწყობაზე. ბედნიერად იცხოვრეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი თუ მოგეწონათ. ველოდებით თქვენ კომენტარებს და მომავალ შეხვედრამდე ჩემო კარგებო.